მაშ ასე გრძელდება ჩვენი პროგრამა ქეთი კეკელია ულამაზესი და გოგა ჩართულანი თქვენთვის მუშაობთ 2 საათამდე როგორც იცით დღე პირველ არხზე ასე ქვია ჩვენს გადაცემას ვინც ახლა შემოგვიერთდა და ვაგრძელებთ კვლავ პრემიერაზე და კულტურაზე ხელოვნებაზე საუბრით ჩემთვის ერთ-ერთ უძვირფასეს თემაზე იმიტომ რომ თეატრი მოგეხსენებათ ჩემი პროფესია და განსაკუთრებით მიყვარს, ოდესაც საუბრობ ხოლმე პრემიერაზე, რომლის დრამატურგიული საფუძველიც არის ქართული დრამატურგია და ამ ქართული დრამატურგიიდან გამორჩეულად მიყვარს დავით კლდიაშვილი, იმიტომ რომ ვფიქრობ, ეს ის დრამატურგია, რომელიც არ არის მხოლოდ ქართული სიმდიდრე და რომ ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა რაღაცნაირად უფრო, ასე ვთქვათ, ცნობილი მთელს არეალზე, ეს დრამატურგი უნდა ითქმებოდეს ნამდვილად მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, იმიტომ რომ ასე ბრწყინვალედ გრძნობდეს ადამიანებსა ბუნებას, გრძნობათა ბუნებას, ურთიერთობათა სისტემას და ამდენი სიკეთე იყოს იმ სევდაში, რომელიც აქვს, და ამდენი ფილოსოფია ამავე დროს, რომელიც აქვს ძალიან მოკლე ფრაზებში ჩადებული დავით კლდიაშვილს თავის პიესებში, ესეთი დრამატურგი ძალიან ცოტა შემხვედრია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა შეიძლება ზოგს არ ჯერა, მაგრამ ბევრი პიესა მაქვს დაკითხული მაინც ამ ქვეყანაზე. და აი დარისპანის გასაჭირი არის ის სპექტაკლი, რომელიც დმანისის თეატრში იდგმება რეჟისორის გიორგი სიხარულიძის მიერ, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია. დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ პიესას ძალიან ხანგრძლივი დადგმის ისტორია აქვს საქართველოში, მე პრაქტიკულად არ მეგულება არც ერთი რეჟისორი, რომელიც მეტნაკლებად არ შეხებია ამას და არ ქონია სურვილი და სრულიად განსხვავებულად დგამდნენ მას დაწყებული კომიკური კაროჟნადან, რომელიც ძალიან ხშირად იყო გავრცელებული, საკმაოდ ტრაგიკული და სევდიანი ბუნების მქონე გმირი, შემდგომ უკვე ლილიოს ელიანის ტრანსფორმაციით და სრულიად ულამაზესი მედია ჯაფარიძით და ასე შემდეგ. აი დღეს, როდესაც ჩვენ ვუბრუნდებით კლდიაშვილის ამ მართლაც საოცრად საინტერესო დრამას, რატომ გვიჩნდება ამის სურვილი კიდევ და კიდევ რომ და რა არის ის მუდმივად აქტუალური, რაც ყოველთვის ყველა ეპოქაში და ყოველ დროს იზიდავს მაყურებელსაც და რეჟისორებსაც, მათ შორის შენ ამ შემთხვევაში. მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. იშვიათად უბრუნდები ხოლმე დადგმული თუ მაქვს ესა თუ ის ნაწარმოები ერთხელ მაქვს ცხოვრებაში ეს არის ანა კარენინა რომ თუმანიშვილის თეატრშიც და მე მეცხიშვილის თეატრში დავდგი დარისპანი და ბატონი გოგი ქავთარაძე თამაშობდა დარისპანს ეს დავიწყარი დღეები იყო ჩემთვის ნამდვილად ასე იქნებოდა და ეხლა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, რომ ამ მასალაზე დავიწყე მუშაობა. პირველი და უმთავრესი ის ქალაქი, სადაც მოვაწევ. დმანისი. მეორე შემადგენლობა, ერთგვარი 7 კაცა არის დმანისის თეატრის შემადგენლობა, 7 მსახიობისგან შედგება და ზუსტად ნაწილდება როლები. კი ბატონო. და რაც მთავარია კლდიაშვილის ფაქტორი რომელიც არის ამოუწურავი, რამდენიც არ უნდა დაიდგას, რაც არ უნდა გაკეთდეს, რომელ დროსაც არ უნდა გაკეთდეს, იქიდან გამომდინარე, რომ კლასიკური დრამატურგიის, ქართული დრამატურგიის შედევრია, ამოუწურავია და თემა ყოველთვის აქტუალურია. აქ არის ლაპარაკი აი თქვენ ბრძანეთ უამრავი კლდიაშვილი გვაქვს ნანახი. ყოველთვის მე როდესაც მივდივარ თეატრში, ამა თუ იმ ძალიან ცნობილი ნაწარმოების ანახავთ, რომელიც ბევრჯერ დადგმულა, მაინტერესებს რა ვერსიას გვთავაზობ შემოქმედებითი ჯგუფი და როდესაც დაიბადება ფორმა, როდესაც დაიბადება ვერსია, ის კიდევ უფრო გიბიძგებს იქითკენ, რომ დროულად აჩვენო და აიტანო ფიცარნაკზე. ჩვენ შემთხვევაშიც ესეა, რომ რაღაც ახალი ვერსია არის, რომელიც დაიბადა, რომელიც ერთად შევქმნით შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, აი ვინც მოვა დღეს მარჯანიშვილის თეატრში და ნახავს სპექტაკლს, ერთგვარი თავდაპირველად რაღაცა გადაცემის, რომელიღაცა გადაცემის კონკრეტულად ვერ დაასახელებს, რო თქვა ეს გადაცემა, მაგრამ რაღაცა ესეთ ატმოსფეროში მოხდება შესანიშნავი სცენოგრაფია და კოსტიუმები შემოგთავაზა თეო უხიანიძემ. ძალიან საინტერესო მუსიკალური ინტერპრეტაცია
იცით მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ თუ არ მესმის ჩემი მომავალი სპექტაკლის მუსიკა არ ვიწყებ დადგმას და მე ხაზგასმით მოვშორდი იმერულ ხო თემას ფოლკლორს ბანტიან გიტარას და აი მარგალიტებს იმერული მუსიკის და გავაფორმე მთავარი თემა ერთ-ერთი მთავარი თემა არის ბახი რომელიც ისე ორგანულად შეერწყა და ისე ზუსტად გამოხატავს კლდიაშვილის უგზნობათა ბუნებას რომ ამაში მოსული მაყურებელი საინტერესოა. საინტერესო ნახე ხა თქვენ ახლა ბრძანეთ რომ და რომ აი გავეწავედით და ვარი ვთქვით ბანტიან გიტარაზე რაღაცა იმერულ მოტივზე სხვათა შორის აი ეს რაც ახასიათებს ხოლმე ვთქვათ ასეთი ტიპის ტექსტს რომელიც როგორც არის ამ დრამატურგიაში ასეთი ტიპის ტექსტებს ეს არის რომ გარკვეულ კლიშეებს ქმნის მსახიობებისთვის უკვე თვითონ სახის შექმნისას რა ეს იმერული ლაპარაკი, იმერული მეტყველება, იმერული მოძრაობა, აქცენტი, ჩოხა, ეს ძალიან ხშირ შემთხვევაში ერთნაირ ტიპაჟებს აკეთებს ხოლმე ერთი სცენიდან მეორე სცენაზე და გარკვეულ კლიშეს ქმნის. ეხლა რაღაცა ბახი ახსენეთ, თქვენ მე უკვე მივხვდი რომ სრულიად სხვა მიმართულებით მივდივართ და ჩვენ ვერ ვნახავთ ალკოჰოლდა სახლს ისეთ რომელიც არა და ვთქვათ ეს ნაცნავიანს ვნახავთ. იმიტომ რომ დაიბწენიო გარემოც აი სტუდია არის პრაქტიკულად. დიახ, სტუდია არის, გარემოც ახლა ბალახსაც ვნახავ. აჰა, ესე იგი ესეც არის. იცით რა არის აი ენა და ხერხი თანამედროვე კლდიაშვილის აუცილებელია დღეს ჩვენთან უამრავი მაყურებელი მოვა, ახალგაზრდა მაყურებელი მოვა და ძალიან მნიშვნელოვანია რა ენაზე, როგორ თეატრალურ ენაზე ესაუბრები მაყურებელს. საინტერესო ერთ-ერთი პასაჟია ესეთი, რომ მართა ერთობა აი ეგეთი ცნობილი თამაშია ახლა დღეს ევროპაში ჰობი ჰორსინგი და აი ეს გარემო აქვს მას მოწყობილი და ამას შესაბამისი პლასტიკა ჭირდება, შესაბამისი სცენების გადაწყვეტა და ძალიან საინტერესო თამაშია გელა ფოცხიშვილმა, გელას უთხარი და გამიკეთა სცენები ძალიან საინტერესო. ავტორისეული ტექსტი უცვლელია. აი თქვენ როდესაც ბრძანეთ რომ აი რაღაცა განსაკუთრებული მადელი აქვს და განსაკუთრებული მუსიკა. აი როდესაც თქვათ მეგრელს თამაშობენ ან იქ ყოველთვის ცდილობენ რომ რაღაცა ინტონაციაში რაღაცა დამატებითი ისეთი ცოტა შტრიხები შეიტანონ და კლდიაშვილი ამას არ საჭიროებს. მის ტექსტს როდესაც კითხულობ ის უკვე მუსიკაა. ისე აგებს წინადადებას რომ აი ყველა სიტყვა ქმნის იმ მუსიკალურობას და იმ საოცარ ატმოსფეროს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კლდიაშვილისეულია და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გვაქვს ბლოგები, 4 ბლოგია. ფორმიდან გამომდინარე სპექტაკლის, რომ გადაცემას მოგვაგონებს, არის 4 ბლოგი სპეციალურად შექმნილი ქალბატონო ზეკო ხაჩიძემ შექმნა ძალიან საინტერესო ბლოგები. და ესეც ორგანულად შეერწყა ჩვენ სპექტაკლს, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ დაიკარგოს მთავარი, როდესაც ცდილობ რომ თანამედროვე ენით, თანამედროვე ხერხებით ესაუბრო მაყურებელს, არ დაკარგო მთავარი გზნობათა ბუნება ავტორის, რომელიც არის უნიკალური, რომელიც აი ჩვენ ქვეყანას მაგონებს, აი თავისი მთელი შემადგენლობს მაგონებს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, მაჯისცემას, რატო? იმიტომ რომ აი გადაშლი წარსულს და ენვერ ნიჟარაძის არ იყოს, მე ისტორია ტირის და გოდებს. ჩვენ ქვეყანას რომ ესეთი რთული პერიპეტიები, ესეთი რთული ქარტეხილი, რომ არა იუმორი. ეს ქვეყანა ვერ გადარჩებოდა უფლის წყალობით ბუნებრივია, რომ წარმოუდგენელია აი ამ რაღაცა არაჩვეულებრივმა იუმორმა ქართულ კომედიაში ვარ მთელი და ეს ცრემლანები იუმორი კლდიაშვილის არის ნიმუში იმისა
და კამერტონი თუ როგორ უნდა იმუშაო იმ მასალაზე, რომელ მასალასაც კლდიაშვილის ეს გენიალური ნაწარმოებები ქვია. და მაინც მე არ მიყვარს ხოლმე რომ წინასწარ ვამბობ, მაგრამ ეს ჯობია მაყურებელმა თვითონ გაიგოს რაზეა ეს სპექტაკლი, მაგრამ მაინც არის მთავარი სათქმელი. დღეს აი ამ პიესით რას ვეუბნებით, იმიტომ რომ ამ პიესას მეც და თქვენს და მეთანხმებით, რომ შეიძლება ძალიან ბევრნაირად დავინახოთ ის რომ მართა არის ციციკორე ერთგვარი ესეთ შეიძლება დავინახოთ შეიძლება ისეც რომელიც არის ყველაზე მზრუნველი ქალი რომელიც ყველაზე ზრუნავს აქ შეიძლება დავინახოთ მე ამბოხე კაროჟნა აქ შეიძლება დავინახოთ ნატალია რომელიც ასევე ბოლოს მიდის საშინელ ამბოხზე და ის რომელიც ლეწა ყველაფერია აქ პროტესტიც სიყვარულით სათნოებაც ტყუილით სიმართლეც ყველაფერი რაზეა თქვენ და არის კიდე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ძალიან ერთ-ერთი კულმინაციური სცენა, სადაც ეს საოცარი პერსონაჟები სახეს კარგავენ, ინდონეზე შედიან კონფლიქტში, რომ სახეს კარგავენ. და მე არის ერთგვარი კათარზისი. როდესაც ისინი ცდილობენ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც სოციალური პრობლემაა, როდესაც აი ესეთი პრობლემაა და ჩვენ ქვეყანაში ეს სახედაკარგულები ყოველთვის ესე დგას და სახედაკარგულების არმიას უყურებთ ყოველთვის. მე აი ჩემთვის ყველაზე იმედი იმის რომ კათარზისი იქნება. დიახ, როგორ იქცევიან და როგორ იქცევა ის ადამიანი, რომელიც თვითონ აცნობიერებს რა გააკეთა. თვითონვე მიდის ამ კათარზისს. ჩემთვის აი ერთ-ერთი მთავარი ეს ძალიან ოპტიმისტური განწყობაა, ძალიან მომწონს ეს რომ ეს არის მთავარი, იმიტომ რომ მართლაც უიმედობა ყველაზე ცუდია, რაც საერთოდ არ ახასიათებს ყველაზე ისეთ ნაწარმოებებშიც კი კლდიაშვილს, ის ყოველთვის იმედს გიტოვებს აუცილებლად და აი როდესაც ახლა თქვენ ბრძანეთ რომ მართლაც ძალიან რთულ სახე ნიღაბაფარებული საზოგადოება, რომელიც მერე ოდესღაც მივა თავისით, ზოგს აღარ აქვს ამის იმედი. ჩვენ ოდესმე გვექნება ეს კათარზისი და ეს სახეს დავიბრუნებთ ადამიანები და როგორც ახლა სწორად ბრძანეთ, როგორც დარისპანის გასაჭირის გმირები, რომელმაც დაკარგეს სახე და შემდგომ ამ სახეს თავადვე იბრუნებენ ყოველგვარი სხვისი დახმარების გარეშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვისი, მაგრამ აქ ერთიც არის. როდესაც იბრუნებს სახეს მას მერე, როდესაც ხვდები რომ ეს მიზანი ხელიდან გაგისხლდა. ესეც არის. კი, მერე უკვე ცდილობ. ყველაზე რთულია მაშინ დაიბრუნა, როდესაც თითქოს და სრული უიმედობა. და ჩამოგეშალა. დიახ. ძალიან საინტერესო მე სიამოვნებით თუ მოვახერხე და მექნა საშუალება რომ საღამოს დღეს მარჯანიშვილს თუ არ იქნებათ მანიში მე ყოველთვის ძალიან მინდა ამ სპექტაკლის ნახვა მოგეხსენებათ რომ მე თქვენი შემოქმედების ასე ვთქვათ დამკვირვებელი და ერთ-ერთი პირველი სპექტაკლის თქვენი შემფასებელი ვიყავი და გადაცემაც გავაკეთეთ ამაზე სოხუმის თეატრში ბატონ ძემაჯაიანთან ერთად იყო ეს და ეს ძალიან ბევრი წლის წინ იყო მაგრამ ასე რომ მე სულ ვაკვირდები ისე როგორც ჩვენი მაყურებელი თქვენ შემოქმედებას და ძალიან საინტერესოა ეს სპექტაკლიც რომელსაც ახლა თქვენ მარჯანიშვილის თეატრში წარმოადგენთ მე ყველას ვურჩევ გასაკვირველია რომ ესტუმროს მარჯანიშვილის თეატრს და იხილოს ეს წარმოდგენა იმიტომ რომ ეს არ არის ის რომელსაც ვერ გაიგებთ ეს თანამედროვე ვერსია ერთგვარი ექსპერიმენტია თქვენთვისაც არ არის ექსპერიმენტი არ არის ვიცით რა არის ფორმა კარნახობს და ხერხი როგორ გადაწყვიტავს სპექტაკლს იმიტომ რომ თვითმიზანი არ არის როგორ რაღაცა მას გაექცე ვთქვათ ან არსებულ ან ანახს ეს თვითმიზანი არ არის გამომდინარე იქიდან რა ამბავს ყვები და როგორი თეატრალური ენით და ხერხით ყვები ის ბადებს უკვე ყველაფერს და დარისპანის არ იყოს კიდევ უფრო ბედნიერები ვიქნებოდით რომ პრემიერად მანიში იყოს მაგრამ სულ ცოტა ხანში დარწმუნებული ვარ რომ ეს ოცნებაც აგვიხდება და უკვე აი შემოდგომიდან ჩვენ განახლებულ დმანისის თეატრში ვითამაშებთ უამრავ პრემიერას რომელიც ამ წლების განმავლობაში დავიგეთ და ვაირახდება იქ ამ დროს და მაყურებელის თემაც მაინტერესებს მაყურებელი გველოდება რეგიონის მაყურებელს ნამდვილად ჭირდება და რამდენად დასწრება ხშირია და აქტიურია ჯერ არაფერი ჯერ როცა ზოგადად მე დარწმუნებულია რომ ისე გვეკითხებიან იმხელა სურვილია რომ დმანისში დაიწყოს სარეპერტუარო თეატრმა არსებობა რომ მე დარწმუნებული ვარ რომ მოთხოვნაც იქნება და ძალიან კარგი თანაცხოვრებაც იქაურ მაყურებელთან
რა თქმა უნდა, უბრალოდ ყოველთვის რეგიონების თეატრს ერთი რამ ახასიათებს. არა მარტო გეომის თბილისში, უბრალოდ ბევრი ხალხია, მაგრამ რიცხობრივად და ამიტომ თორე რეგიონებში თეატრს უხდება ხშირად ახალი და ახალი წარმოდგენის დადგმა, იმიტომ რომ ნუ რამდენმა ადამიანმა შეიძლება ბევრჯერ ნახოს ერთ და იგივე სპექტაკლი, ხო მოგეხსენებათ. ამიტომ ხშირად, ნუ არა მარტო ალბათ იწვევთ კიდეც ალბათ მოიწვევთ უამრავი იქნება დადგმები. ერთია მაინც მინდა რომ ჩემი სურვილი გამოვთქვა. არ ვიცი ეს პროექტების სახით იქნება თუ სახელმწიფოს ჩარევით, არ აქვს მნიშვნელობა. მსახიობები, მე თვითონ ახლა ამ ოჯახიდან ვარ და ვიცი ეს პრობლემა რაც არის, მსახიობები და რეჟისორები ზოგადად თეატრის მოღვაწენი პრაქტიკულად ენთუზიაზმზე მუშაობენ და განსაკუთრებით რაიონებში. ცოტა მეტი ანაზღაურება მათ შრომას, მეტი დაფასება, მატერიალურად გულისხმობ რომ იყოს, არ იქნებოდა ეს ნამდვილად ცუდი. უბრალოდ ამას გარკვეულად ცოტა რთული თემა, პოლიტიკის შეცვლა ჭირდება. მე მინდა ვთქვა, რომ ადამიანებმა, ვინაც დაიწყეს თბანიში თეატრალური ცხოვრება, ეს არის ბატონი ჯუმბერ-კოპალიანი და ქალბატონი სინა კვერენჩხილაძე. 90-იან წლებში ნახეთ, აი რა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აბსოლუტურად უანგაროდ დაიწყეს კორიფეებმა ქართული თეატრის, წარმატებულმა მსახიობებმა რუსთაველის თეატრის, მათ არც როლები აკლდათ, არც წარმატება აკლდათ, ისე ჩავიდნენ თბანიში გოგი გეგეჭკორი, კარლოს აკანდელიძე, ედიშერ მაღალაშვილი, თემურ ჩხეიძე ჩავიდა პირველი პრემიერა. როგორი კარგი მაგალითია. როგორი და უანგაროდ და ჩვენ სახელმწიფომ ნორმალური ხელფასებიც დაგვინიშნა, მსახიობებსაც ანაზღაურება მისცა და ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერები, რომ მათ გზას ვაგრძელებთ და მთავარია რომ ღირსეულად გავაგრძელოთ, თორე იმ ხალხმა ეს ყველაფერი უანგაროდ დაიწყო. არა, ეს არც მიყვარს განსაკუთრებით სცენის ოსტატებისგან, იმიტომ რომ მსახიობს ნუ აჭმევ პურს და მიეცი როლი, ესეც არის ახლა მართლაც ისინი სცენაზე ცხოვრობენ, მე ვიცი, შტატგარეში არტისტი არსებობდა ასეთი თეატრებში, ის 20 წელი მუშაობდნენ თეატრში, ისე რომ ხელფასს არ იღებდნენ, როგორც სცენაზე ყოფილიყვნენ. ესეთი მაგალითები ძალიან ბევრია. შემოქმედი ადამიანისათვის ეს უცხო არ არის. მაგრამ იხარია რომ თქვენს თეატრში ასეთი კარგი პირობებია და ყველა და ახალგაზრდები თუ არიან დაკავებული. ახალგაზრდები მე თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფი მყავს ჩემი და აი ჩემი კურსდამთავრებულები წამოვიდნენ ყველანი თბანიში და ნუ მოდიან თეატრში. რა თქმა უნდა და დარწმუნებული ვარ რომ კიდე ბევრი მსურველიც გამოჩნდება, იმიტომ რომ ახალი სისხლი სჭირდება ნამდვილად რეგიონის თეატრში. ძალიან დიდი მადლობა ადრონ გიორგი თქვენ იმის საქმისათვის რომელსაც აკეთებთ და იმ პრემიერისათვის რომელსაც დღეს მაყურებელი იხილავს და მინდა გისურვოთ ერთადერთი რამ მალე დაბრუნებოდა დასი თავის თეატრს, თავის ქალაქს და მაყურებელს რომელიც მოლოდინი აქვს ძალიან დიდი თქვენი პრემიერები უკვე ეხილოს მართლაც თავის საკუთარ სცენაზე, საკუთარ ქალაქში და ჩვენ ჩამოვიდეთ იქ სანახავად ამ სპექტაკლების ეს იქნება ძალიან კარგი. გიორგი სიხარულიძე რეჟისორი, დმანისის თეატრის დირექტორი იყო დღეს ჩვენი ეთერის სტუმარი. დღეს პრემიერაა მარჯანიშვილის თეატრში და არის სპენის გასაჭერი კლდიაშვილის, როგორც ვეკითხარით, ასე რომ გელით ყველას მარჯანიშვილის თეატრში, ვისაც გიყვართ დარისპანი, გიორგი სიხარულიძის შემოქმედება და დმანისის თეატრი.